შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში მეოთხე დღეა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. Როგორ უნდა განახლდეს შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილება. ქართული მხარე ნებისმიერ ფორმატში ღიად გამოხატავს მზადყოფნას ურთიერთობების გადატვირთვის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყების თაობაზე. შეხვედრების შინაარსის გათვალისწინებით მოლოდინები პოზიტიურია. ამ წუთებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სუვერენული ერების სამიტში მონაწილეობს. მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლაში აქცენტირებული იყო ეროვნული ინტერესების და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობა. ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენა. ეს ის მთავარი საკითხებია, რომელსაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ყველა შეხვედრაზე აყენებს. ორმხრივი შეხვედრების პარალელურად ქართული დელეგაცია ამერიკაში სუვერენული ერების კონფერენციაშიც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე პანელურ დისკუსიაზე სიტყვით უკვე გამოვიდა და აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე და უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე გააკეთა. ჩვენი ქართული ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს სრული სუვერენიტეტი. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამიტომ ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, გვჯერა, რომ ხალხის სუვერენიტეტი და სუვერენული გადაწყვეტილებები უნდა იყოს პატივცემული. სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, ეს 6 წლის წინ მოხდა. არაერთხელ გავხდით თავდასხმების სამიზნე მემარცხენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან საქართველოში, თუმცა უმეტესწილად მხარდაჭერილი იყო დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ასევე გავხდით უცხოური ჩარევის მსხვერპლი ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში. როდესაც ვამბობ უცხოურ ჩარევას, მხოლოდ რუსეთის ფედერაციაზე არ გულისხმობ. გულისხმობ ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებულია შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობის შესუსტებაზე, ასევე არეულობის და ძალადობის სახალისებაზე და საბოლოოდ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებაზე. წინა პანელზე მონაწილეებმა თქვეს, რომ მათი შვილები ზეწოლასა და შეურაცხყოფას განიცდიან მათი შეხედულებების გამო. საქართველოს დელეგაციის წევრი არის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გახდა ძალადობის მსხვერპლის საკუთარ შვილებთან ერთად, როდესაც მას თავს დაესხნენ ეს მემარცხენე რადიკალები მისი აზრის გამო. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვდგავართ. ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები არის ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველ რიგში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. და მეორეც, ჩვენ ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და არჩევნების დაცვისთვის. ქართულ საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე შეხვდა ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღების პარალელურად უსაფრთხოების კუთხით ირანში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე ამ ომის შესაძლო გავლენებზეც იმსჯელეს. ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან განხილული საკითხების ფართო სპექტრ შორის საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლსაც შეეხო. ნიკოლოზ სამხარაძე დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა და ამერიკას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. განვიხილეთ ასევე ის პროექტები და ის მიმართულებები, რომელმაც შეიძლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს. ვისაუბრეთ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ვისაუბრეთ ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. ქონდა საუბარი ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, გადაცდომებზე, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე. პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა და
ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პოზიციების არათუ დასაახლოებლად, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან პრინციპულ არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელი არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვის და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ საინტერესო აქტიური დინამიკა ამ ურთიერთობების განახლების და უდაოდ ეს შეხვედრა ითამაშებს თავის მნიშვნელოვან განსაკუთრებულ როლს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ამერიკაში მეოთხე დღეა იმყოფება და შეერთებულ შტატებში შეხვედრებს თეთრ სახლში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში მართავს. სამხარაძე ვაშინგტონში კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა იყო. მხარეების საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ფორმატში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დელეგაციის წევრები სენატში, კონგრესში, ასევე კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებში ამერიკული მხარისგან მიღებულ გზავნილებზე დაყრდნობით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ და უახლოეს პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ელოდებიან. იყო ძალიან აქტიური ასთაგაცვლა გამოცვლა საქართველოს გლობალურ როლზე, სტრატეგიულ მდებარეობაზე, იმაზე თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ასევე ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული იმის სურვილი, რომ ჩვენ დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან, რომელიც უნდა გაიზარდოს უფრო მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობაში. რა თქმა უნდა, ამ იდეას ჰქონდა საკმაოდ დიდი მიმღებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მესიჯები, რომელსაც ჩვენი დელეგაცია იღებს. ეს არის პირველ რიგში მზაობა და მსატყოფნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობები არათუ განახლდეს, არამედ სულ ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული, ეს იქნება გამოხატული როგორც ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებაში. გზავნილები ამერიკიდან არაერთგვაროვნად ფასდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ვერ შეძლებს, რასაც მმართველ გუნდში არიზიარებენ და უახლოეს პერიოდში ამერიკასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას პროგნოზირებენ. დადებითი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი განსაკუთრებით ამ შემადგენლობით ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ სტრატეგიულ პოლიტიკურ მდგომარეობას გადატვირთავთ. ვინაიდან დღეს ოცნება სამწუხაროდ არ შესწევს იმის უნარი, არც პოლიტიკურად, რომ დღეს ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, ამ ვითარებაში მას შემდეგ, რაც ესეთი მძიმე ნაბიჯები გადადგა თავად ოცნებამ, დღეს გამოასწოროს და გადატვირთოს ეს პოლიტიკა. საპარლამენტო დელეგაციას ვაშინგტონში აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები და ისინი უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებ პირებს ხდებიან. შეხვედრების და საუბრების დროს უკვე მაგიდასთან არის საკითხები, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის გადატვირთვას ეხება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი და საბოლოოდ მიგვიყვანს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს საზოგადოების საუკეთესო გადაწყვეტილებამდე. ამერიკაში ქართული საპარლამენტო დელეგაცია სუვერენული ერების კონფერენციაზე მონაწილეობისთვის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინამ მიიწვია. ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ამ დრომდე გრძელდება და ქართული მხარე სამიტის პარალელურად ამერიკაში ორმხრივ შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს.